ყველაფერი უნდა მიატოვო და უნდა გადაიშვა ჩვენ სტარტაპში. ერთხელ ორჯერ ეგრეთ წოდებულ გიჟურ იდეებს განახორციელებდა. შემდეგი იდეა უკვე გიჟური აღარ არის. არასდროს არ გაითვალისწინო და არ შეხედო რჩევას ძალიან სერიოზულად. ყველა რჩევა არის ინდივიდუალური, თავარი რაც არის, რომ გამბედაობა კონდეს, გატესტო. ტექნოლოგიური სტარტაპი რა ეტაპებს გადის და რა არის ფული ბიზნესისთვის. ფული არის სისხლი ბიზნესისთვის, რომელიც ამოძრავებს ბიზნესს. ვახო ბურჭულაძე და რატი კუნჯულია. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის Data Mind-ის დამფუძნებლები. Data Mind მონაცემთა ანალიზისა და ინტეგრაციის უნიკალური სისტემაა, რომელიც ბიზნესებს მონაცემების სუპერძალის სრულად გამოყენებაში ეხმარება. სტარტაპს აქვს ამბიცია გახდეს გლობალური პროდუქტი და პირველი ქართული იუნიკორნი, ანუ მილიარდიანი ღირებულების კომპანია. ანაირად შეიძლება იყო პროფესიონალი და მონაცემთა საცავს ქმნიდე და ანალიტიკას აკეთებდე და მხოლოდ ერთი ინდუსტრიისთვის აკეთებდე ამ ყველაფერს. საერთოდ ვინ შექმნა ეს ინდუსტრია, დააყენა წესები და რატო აკეთებთ ესე? დამოკიდებულება შეეცვალათ მონაცემთან. შენ არ მჭირდება ანალიტიკოსი, რომელიც ხელმომიტევად გზარეკენებს. თობა არის ყველაზე დიდი ვალუტა, შესაბამისად, ეგ ვალუტა თუ გაქვს, ალბათ ნაკლები პრობლემებიც გაქვს. ეს ხარჯებს დამიზო გაქვს.